მე ვარ ბარბარე გაბისონია, 8 წლის ვსწავლობ სასულიერო გიმნაზიაში. ჩემი საყვარელი საქმე არის კითხვა, ვიოლინოზე დაკვრა და ცეკვა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ცეკვავდი და შემდეგ როცა პირველ კლასში ვიყავი, დედამ წამიყვანა ცეკვაზე. შემდეგ კორონას გამო აღარ დავდიოდი და ეხლა გავაგრძელე. ვსწავლობ ქართულ ცეკვებს. ცეკვაში ყველაფერი ადვილია. ჯერ ყველა გავიცანი, შემდეგ პატარ-პატარა მოძრაობებს ვაკეთებდი და შემდეგ ცოტა ცეკვა წამოვიწყეთ. მაშინ რომ დავდიოდი, მაშინაც ილეთებს ვსწავლობდი და რო ჩამივარდა ის ბავშვები წინ წავიდნენ და მე ჩამოვრჩი და მერე თავიდან მივედი. ახლა ყველაფერს ვისწავლი და მალე კონცერტი მექნება. ერთი სული მაქვს, როდის მექნება კონცერტი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. იქ არ ვსწავლობ რაჭულს, ჯერ განვსწავლობ. რაჭული ჩემთვის სწავლა. შავებში გვაცვია და ქამარი და ჩუსტები. მე მინდა მქონდეს, როგორც მოსაკვავეებსაც ვიათ, ისეთი ფორმა ცეკვაზე. წითელი კაბა და ლამაზი თავსაფარი რო აქვთ. მე ვიოლინოზე დაკვრა პატარაობიდან მომწონდა და ყველას უყურებდი, რომ ვიოლინოზე უკრავდა და ჩემი ოცნება იყო ვიოლინოზე დამეკვრა ოდესმე და როცა მეორე კლასში ვიყავი, დედამ წამიყვანა მისი და ქალის დედასთან. იმ ქალმა მასწავლა ვიოლინოზე დაკვრა. ახლა უკვე უკრავ 5 მუსიკას. ვიოლინოზე დაკვრა ყველაზე ძნელია. ჯერ უნდა ისწავლო ხემის დაჭერა, შემდეგ ცარიელი სიმების დაკვრა და შემდეგ უნდა ისწავლო ნოტები და უნდა დაიწყო დაკვრა. კონცერტი ჯერ არ მქონია, მაგრამ გამოცდა მქონდა და მალე მექნება კონცერტი. ასევე ჩემი მთავარი საქმიანობა არის კითხვა. მე კითხვა ვისწავლე, სამ სკოლაში შევიდოდი 1 წლით ადრე. მას მე სულ ვკითხულობ და ვკითხულობ. ჩემი საყვარელი წიგნი არის გრძელცხვირა მარსია ბუთხუს, პირველი და სხვები. ეს წიგნი არის ჭკუაზე. ჭკუას გასწავლის რა და სასაცილოც არის. ჩემი აზრით არ ვიცი როგორ დიასახლისი ვარ, მაგრამ ზაფხულში და როდესაც მტოვებდა მარტო სახლში, ყოველთვის ვალაგებდი. სალათების გაკეთება ვიცი ცოტა. მე შემიძლია გავაკეთო სტაფილო სალათი, დავხეხო, ან დავჭრა კიდევ და კიდევ შემიძლია კიდევ და პომიდორი დავჭრა და ერთმანეთში აურიო ძმარით. ყავის მოდუღება ვიცი, ჩვეულებრივ ყავის და კიდევ ვიცი დედა საყვარელი ყავის გაკეთება. ხსნადი ყავის გაკეთება. ჩემი სკოლა მომწონს იმიტომ, რომ არის სასულიერო პირის. კიდევ იმიტომ, რომ ეკლესიაც არის იმ სკოლაში. მასწავლებლებიც მომწონს ყველა და ჩემი კლასელებიც. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა და ქართული. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ხათუნა მანჯღალაძე. ჯადოსნური ჯოხით ვიზამდი, რომ ყველა ადამიანი, ვინც სურათ არის და ვისაც უჭირს, ყველა კარგად გახდეს. ბევრი ფული რომ მქონდეს, ყველა გაჭირვებულს დავეხმარებოდი. ვაჩუქებდი ფულს და რაც უნდა იმას იზამდა. მე ჩემთვის მე რომ მყავდეს, ისე არ მომწონს. ან ისე მომწონს ლეკვები, საყვარლები არის. არც მოდი არ მინდა. სამგზავროდ უკვე ვიყავი პოლონეთში და სტამბულში და ეხლა მინდა რომ წავიდე საფრანგეთში. ზღაპრის გმირებიდან მე მგონი მე გავარ კონკიას. მიყვარს კარგად ჩაცმა და კაბები მაქვს ძალიან ბევრი. მე ეხლა რომაცვია ის კაბა მომწონს განსაკუთრებით. რომ გავიზრდები ჯერ არ ვიცი ვინ გამოვა. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. ჩემ ხელა ბავშვებს უსურვებდი ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სურვილების ასრულებას. საქართველო იმიტომ მიყვარს, რომ ქართულ ენაზე საუბრობენ და აქ ლამაზია ყველაფერი. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ რჩეული თაობის არხი.